დილამშვიდობისა, მოგესალმებით რადიომედის დილის არხის ფორმატში განვაგრძობთ მუშაობას. სტუდიაში კახა გელაშვილთან ერთად ვიმყოფებით. გამარჯობა კახა. გამარჯობა და მოგესალმები მივესალმები მსმენელს. და დღეს მეტწილად ალბათ ისევ ვისაუბრებთ ფეხბურთზე, კალათბურთზე, იმიტომ რომ ევროპული უმაღლესი ფორმატის შეხვედრები იყო ფეხბურთში, სადაც ქართველებიც გაისარჟენ და ამაზეც ვისაუბრებთ, ხოლო ქართველთა საკალათბურთო პარკეტზე თამაშიც შედგა და მიმდინარეობს უკვე NBA-ის ფორმატში ოკეანის გაღმა და აქვე უნდა გამოვეხმაუროთ და მე უკვე ვთქვი კიდევაც რომ დღეს არის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ადამიანის მე-20 საუკუნის სპორტსმენად აღიარებულის და დიადი ფეხბურთელის რომელსაც ყველა იცნობს არა მისი სრული სახელით და გვარით არამედ როგორც ყველა ბრაზილიელს ხო არამედ სახელით პელე მისი დაბადების დღე და ამ თემასაც გამოვეხმაურებით. ალბათ ფეხბურთით უნდა დავიწყოთ ხო კახა? უპრიანია, რამე თუ ჩემპიონთა ლიგა მესამე ტური დასრულდა გუშინ და ჩვენ როგორც არაერთ გამოშვებაში აღნიშნეთ ჩვენთვის ქართველი გულშემატკივრისთვის, ზოგადად ქართული ფეხბურთისთვის არის ისტორიული ჩემპიონთა ლიგა, რამე თუ ამდენ ქართველს ლეგიონერებს, ქართველ ლეგიონერებს ჩემპიონთა ლიგაზე არ უთამაშიათ, 5 ქართველი გამოდის, როგორც ვიცით, გუშინ 2 მათგანმა ითამაშა. ჩვენ ერთ გამოშვებაში, როდესაც გადაცემაში უფრო კონკრეტულად, როდესაც ევროპის ჩემპიონატზე გვიწევდა საუბარი, დამდეგი ევროპის ჩემპიონატზე, ანუ შარშანდელზე, ვთქვით, რომ თუ მანამდე ქართველ ფეხბურთელებს ევროპის ჩემპიონატებზე საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში ჰქონდათ ნათამაშები, ახლა კი დადგა დრო, როდესაც საქართველოს ნაკრები ითამაშებდა ევროპაზე და შესაბამისად ქართველი ფეხბურთელების გამოსვლაც არა ამ როგორც თქვათ სხვა ქვეყნის არამედ მშობლიური ქვეყნის სახელით იქნებოდა შესაძლებელი და იმედია უახლოეს პერიოდში, უახლოეს სეზონებში საქართველოს ჩემპიონი, ქართველი საუკეთესო ქართული კლუბი, რომელიც სულ ერთია რა თქმა უნდა, გავა ჩემპიონთა ლიგის აი ამ ძირითად ეტაპზე, ძირითად ფაზაზე და იქ უკვე არა ლეგიონერებიც იყვნენ, არ არის პრობლემა რა თქმა უნდა, თუმცა საქართველოს ჩემპიონმა რომ ითამაშოს ჩემპიონთა ლიგაზე, ეს იქნება ქართული საკლუბო ფეხბურთის უდიდესი წარმატება, პირველი მას შემდეგ, რაც თბილისის დინამო 1991 წელს შეძლო თასის მოგება, თასებისობა და თასის რაც შეეხება გუშინდელ სათამაშო დღეს გუშინ გიორგი მამარდაშვილმა კიდევ ერთი ისტორია შეიძლება ითქვას დაწერა ამჯერად ჩემპიონთა ლიგაზე სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა ლივერპულის რიგებში ლივერპულს 4 მატჩიანი მოუგებელი უпроსტად წაგებული მატჩების შემდეგ ჰაერივით ჭირდებოდა გამოჯება რეაბილიტაცია და გუნდმა გამოაჩინა თავისი ფსიქოლოგიური შესაძლებლობა ხა ძალა ენერგია იმიტომ რომ 1-0-დან შემოაბრუნეს და საბოლოოდ 5-1 და თუ გახსოვს იყო ესეთი მომენტი როდესაც გიორგიმ პრინოლე რეაქცია გამოავლინა როდესაც მეტოქე გუნდის ფეხბურთელი ერთ-ერთზე დარჩა, თუმცა შეძლო პრინოლე თამაში ამ მომენტის გაუნობელყოთ მართალია შემდეგ თამაშგარე იქნა დაფიქსირებული, თუმცა გოლი რომ გასულიყო ვიდეო რეფერის ჩარევის შემდეგ ალბათ ამ გოლს ჩათვლიდნენ, რადგან ბაიოვას ბურთი კერტის ჯონსისგან მიუვიდა ლივერპულის ფეხბურთელისგან და შესაბამისად არ იქნებოდა თამაშგარე, თუმცა აქამდე საქმე არ მივიდა გიორგიმ კარგად ითამაშა, შემდეგ იყო გოლი, თუმცა აუღებელი იმას ალბათ ვერავინ ვერ აიღებდა. ამით უმეტეს იმ წვიმაში ისეთი მოზომილი იყო რომ კი ბატონო, მოკლედ 5-1 მოიგო ლივერპულმა, რა თქმა უნდა გამოასწორა სატურნირო მდგომარეობა როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე გამოასწორა განწყობა. ახლა მოდი შენის ნებართვით წოხანდელი მატჩების ანგარიშებს ვეთყვი, სულ გაიმართა მესამე ტურის ეტაპი იყო და 9 მატჩი გაიმართა. ამ მატჩების უმეტესობაში საშინაო კედლებში მოთამაშე გუნდებმა გაიმარჯვეს, გარდა იმ იშვიათი გამონაკლისისა, როდესაც აინტრახტს ბრიტანელებმა ლივერპულელებმა 5-1 მოუგეს საკუთარ ანგარიშზე, საკუთარ მოედანზე, რაზეც შენ ისაუბრე. მოკლედ ბილბაოს ატლეტიკო ყარაბაღი 3-1, გალათასარაიმ ბუდიო გლიმც ასევე 3-1 ძლია იმავე ანგარიშით, 0-0 დასრულდა ტოტენჰემისა და მონაკოს შეჯიბრიეს საფრანგეთში, სპორტინგი მარსელს საკუთარ მოედანზე ანგარიშით 2-1 დაემშვიდობა.
პრაღასა და ატლანტას თამაშიც ნულოვანი ფრე გამოდგა. მადრიდის რეალი იუვენტუსი 1-0, ჩელსიმ და აიაქსის შეხვედრაშიც იგივე ანგარიში დაფიქსირდა, რაც აინტრახტსა და ლივერპულს შორის უბრალოდ საპირისპიროდ, იმიტომ რომ ჩელსი წინა სეზონებისგან განსხვავებით და შარშანდელისგან განსხვავებით, თუ არ ჩავთვლით მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს, რეაბილიტირებას იწყებს და უბრუნდება იმ საფეხბურთო მწვერვალებს, სადაც იყო ხოლმე და ბავარიამ ბრიუგეს ძლია ანგარიშით 4-0. ეს იყო 22 ოქტომბრის ჩემპიონთა ლიგის მატჩების შედეგები. შენ სპორტინგი მარსელის მატჩი ახსენე, რომელიც სპორტინგმა 2-1 მოიგო, შემოაბრუნა პორტუგალიის ჩემპიონმა 0-1 აგებდა და ველოდით ამ შეხვედრაში გიორგი ხოჩორაშვილის გამოჩენას მოედანზე სპორტინგის ქართველი ლეგიონერის, თუმცა ზედიზედ მეორე მატჩია ხოჩორაშვილი საათარიგოთა სკამზე დარჩა და შეხვედრაში სპორტინგისთვის ძალიან საინტერესო მატჩი და მნიშვნელოვან შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. ეს დროებითია, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვიცით რა პრობლემაა, შეეძლოა თქვა სულაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რაღაც მინიმალური ტრავმას დაკავშირებულია, თორე ასეთ მატჩი, როგორც გუშინ ჰქონდა სპორტინგს, ხოჩორაშვილი ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო იქნებოდა თავისი ბრძოლის უნარიანობით და ასეთი უშეღავათო მოქმედებებით მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე. და ჩვენ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის უბრალოდ 21 რიცხვის მატჩებს გამოვეხმაუროთ იქ ახლა ამის შესახებ შედეგები რა თქმა უნდა უკვე ორი დღეა მის გასული მით უმეტეს ფეხბურთის მოყვარულებმა გადასარევად იციან უბრალოდ ალბათ უნდა გამოვეხმაუროთ ლევერკუზენი PSG-ს მატჩს სადაც ჩვენ უხგოლიანი მატჩი ვიხილეთ და ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი და საგოლე პასი ხვიშე ყვარასხელიასგან. კი, პარი სენ-ჟერმენი საერთოდ ჩემპიონთა ლიგას 3 ტურის შემდეგ 5 გუნდი ლიდერობს, ხულათა მაქსიმუმი 5 კლუბს აქვს 9 ხულა, თუმცა ბურთების უკეთესი ბალანსის ხალხობით PSG პირველ ადგილზეა და 7-2 ერთ-ერთი მთავარი ეს ანგარიშის შემდეგაც პარი სენ-ჟერმენი ერთი ლიდერობს პირველ ადგილზეა. სწორედ ეს შეხვედრა გასვლითი მატჩი მოულოდნელი შედეგი PSG რომ მოიგებდა ალბათ მაგრამ ასეთი მატჩი თუმცა სტუმრად ლევერკუზენში 7 გოლის გატანა ბევრ გუნდს ბევრ გრანდს შეუძლია. ხვიჩა ყვარასხელია კი უკვე ჩამოყალიბდა შეიძლება ითქვას ჩემპიონთა ლიგის ევროპის და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის საუკეთესო ტურნირი გახლავთ ხო ჩემპიონთა ლიგა არა მარტო ევროპის მასშტაბით მსოფლიო ჩემპიონატ მსოფლიოს მასშტაბით უძლიერესი საკლუბო ტურნირია და აი ამ ტურნირის ერთ-ერთი უდაოდ საუკეთესო ფეხბურთელი სწორედ ხვიჩა ყვარასხელია ხვიჩა თითქმის ყოველ მატჩში ამტკიცებს რომ ის მართლაც საუკეთესოა მსოფლიოს მასშტაბით და აი ამ ეს შეხვედრაც არ იყო გამონაკლისი ულამაზესი გოლი ეს მარტო გატანილი ეფექტური გოლზე არ არის ძელი შემდეგ მეორე ძელი და შემდეგ გოლი აი დარტყმის შესრულება ის წამის მიასედებში იყო მიღებული ეს გადაწყვეტილება ხო მეტოქის მწველის ფეხიდან მიუვიდა ბურთი მისივე დაწყებული საგოლე შეტევა და შემდეგ აი ამ ელვისებურის ისტრაფით მიღებული გადაწყვეტილება უზუსტესი დარტყმა და ულამაზესი გოლი არანაკლები ეფექტური იყო მისი საგოლე გადაცემა და საერთოდ ხვიჩა მარტო PSG-ს იგებში არა დღესდღეობით ჩემპიონთა ლიგაზე ერთ-ერთი გამოკვეთილი ფეხბურთელი ერთ-ერთი საუკეთესოა რა თქმა უნდა ალბათ ყველა გულშემატკივარმა ვისაც შესაძლებლობა ჰქონდა უყურა ამ შეხვედრას პარი სენ-ჟერმენის მონაწილეობით და ყველა კმაყოფილები დავრჩით. მით უმეტეს PSG-ს აქვს ვალდებულებაც აქვს და ფსიქოლოგიური წნეხი ალბათ ასეთი გუნდისთვის ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ მორალური უპირატესობა აიძულებს მას იყოს უფრო მეტად ფორმაში ვიდრე სხვა კლუბები, რა თქმა უნდა, ყველას აქვს მოტივაცია მით უმეტეს ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ როდესაც ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული ხარ, ცდილობ რომ შენი ეს რეიტინგულობა თუ წარმომადგენლობითობა მაქსიმალურად დიდხანს შეინარჩუნო ჩემპიონთა ლიგაზე. აბსოლუტურად დიდხანს გეთანხმები. ზოგადად რომ დავაკვირდეთ ორი რამდენიმე სპეციალისტი რა თქმა უნდა, მაგრამ 2-3 მწვრთნელი შეიძლება
გამოვყოფთ ანჩელოტი აღარ არის ევროპულ ფეხბურთში საკლუბო ფეხბურთში აღარ არის საერთოდ როგორც ვთქვით არის ხოზე გვარდიოლა და აგერ ლუის ენრიკე ანუ სპეციალისტები რომლებიც ეხლა ასკარად აღმავლობის გზაზე ლუის ენრიკე ისე რომელ გუნდში უნდა ითამაშონ ყოველთვის მუდმივად ფავორიტების რანგში არიან და საუკეთესოები არიან ასევე იყო ჯერ გვარდიოლას ბარსელონა შემდეგ იგივე ბაიერნი Manchester City და რა თქმა უნდა ну თქვათ გვარდიოლას მიღწევები ჯერ არ აქვს მაგრამ თქვათ არაფრით ნაკლები გუნდები არ ყოლია იგივე გუნდების შექმნა და მათი ხელწერა ну ხედავ ესე იგი ბარსელონასა და კატალონიური ფეხბურთის არა მხოლოდ საფეხბურთო ანუ ფეხბურთის მოთამაშე ფეხბურთელებს ვსაუბრობ არამედ იქ გაზრდილი ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბში სკოლა გამოვლილები თავის ხელწერით გამოირჩევიან უკვე როგორც მწვრთნელის პოზიციაზე და მით უმეტეს ლუის ენრიკე რომელსაც ამდენი მიღწევა აქვს და ახლაც ამ თამასის დაგდებას არ ცდილობს და ახლაც კი ადამიანი რომელიც მაღალ პიედესტალზე დგას ხომ მწვრთნელთა შორის მოქმედ მწვრთნელთა შორის კიდევ რაღაცა ექსპერიმენტებს მიმართავს და ეგრეთ წინა მატჩებში გახსოვს ხო რაღაც ზევიდან იჯდა რამდენიმე მატჩი ზევიდან უნდა დაკვირვებოდა განა კამერები არ არსებობს მაგრამ ალბათ რაღაცა ნიუანსი არ ვიცი აქვს მაგის ალვირების შემადგენლობიდან თან მით უმეტეს როცა ამის სრული დარწმუნებული ვარ გარემო და ხელშეწყობა არის მაქსიმალური და ეს ყველაფერი იმისთვის რომ შედეგზე გავიდნენ ჩემპიონთა ლიგაზე საუბარი ალბათ ჩვენ უნდა დავასრულოთ ერთი სიახლით რომელიც უკავშირდება თქვათ ჰარი კეინის მხრიდან დიდიე დროგბასთვის გადასწრებას იმიტომ რომ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ბომბარდირებს შორის გავიდა მე-17 ადგილზე ჩვენ ვთქვით რომ ბავარიამ ბრიუგეს 4-0 ანგარიში ძლია და აქედან 3 გოლი ჰერტრიკი სწორედ ბრიტანელის ანგარიშია და კი ვეტერანი ინგლისელის ანგარიშია და ამ გოლებით იგი ჩემპიონთა ლიგის ევროპული საფეხბურთო ამ ტურნირის ბომბარდირებს შორის მე-17 ადგილზე ავიდა და დიდიე დროგბა რომელიც აფშვენებდა ჩელსის ეს ჩელსი ცდილობს რომ ხო ნუ ცდილობს რომ დაუბრუნდეს იმ დროს როდესაც დიდიე დროგბა მართლა საოცარ გოლებს იტანდა მოკლედ ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ტური 21 და 22 ოქტომბრად 4 და 5 ნოემბერს გაიმართება და თავარი მატჩი იქნება პარი სენ-ჟერმენი ბაიერნი რომელიც პარიზში პარკ დე პრენსზე შედგება სწორედ ეს ორი გუნდია ამ წუთისთვის პირველ მეორე პოზიციაზე გატანილი ბურთებიდან გამომდინარე ორივეს +10 აქვს ბალანსი 13-3-თან PSG-ს ბაიერნს 12-2-თან შემდეგ მოდიან მილანის ინტერი არსენალი რეალი ამ გუნდების ანგარიშზე 9 ქულა, თუმცა ბურთების უკეთესი შეფარდების ხალობით პარი სენ-ჟერმენი და მიუნხენის ბაიერნი მეწინავებენ 3 ტურის შემდეგ და ამ გუნდების დაპირისპირება რა თქმა უნდა მთავარი მოვლენა იქნება მეოთხე ტურში. აუცილებლად და ამაზე უკვე შემდეგ მიმოხილვებში ვისაუბროთ, ახლა კი ევროპული საფეხბურთო ლიგიდან გადავინაცვლოთ ოკეანის გაღმა საკალათბურთო ლიგაში, სადაც ჩვენი კალათბურთელებიც თამაშობენ, გითხარი რა სიტუაცია, როგორია გუშინ მოცემულობა. გამთენიისას ჩვენი დროით გაიხსნა NBA-ის ახალი სეზონი 2025-26. არტი რომელსაც ელო და საკალათბურთო სამყარო. რა თქმა უნდა, ყველა ახალ სეზონს გულშემატკივარი და ალბათ ყველა მარტო კალათბურთის არა სპორტის მოყვარული ეს აბსოლუტურად სხვა განზომილებაა სპორტში, ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია. და ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა იმ უბრალო მიზეზის გამო რომ ასეთ მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში საბედნიეროდ ყოველთვის ყავს წარმომადგენლები სტეფანიადან მოყოლებული იგივე წკიტიშვილი ფაჩულია თქვათ ცოტა ხნით იყვნენ მაგრამ მაინც იგივე თორნიკე შენგელია თქვათ ვიქტორ სანიკიძე როგორც ვიცით დრაფტზე თავის დროზე სანანტინიო აიყონა თუმცა შემდეგ ორივე მათგანმა ევროპაში გადაწყვიტა გაგრძელება, თუმცა NBA-ში თუნდაც ვარჯიშებზე ყოფნაც კი და იქ თუ რამდენიმე ოფიციალურ ან თუნდაც არაოფიციალურ მატჩში მონაწილეობა ეს არის ნებისმიერი კალათბურთელისთვის
უდიდესი გამოცდილება. რაც შეეხება დღევანდელ დღეს უკვე და 12 მატჩი გაიმართა NBA-ის რეგულარულ სეზონში და ამ 12 შეხვედრიდან 2 მათგანში მონაწილეობა ქართველმა კალათბურთელებმა და მათმა გუნდებმა მიიღეს. ორლანდო მეჯიკმა ფლორიდული დერბი, ასე ვუწოდოთ, ორლანდო მაიამი, ორლანდოში გაიმართა შეხვედრა. ძალიან საინტერესო მატჩი, დაზაბული 4 ქულის ხოვობით მოიგო 125-121 და ერთ-ერთი შესამჩნევი ფიგურა იყო ორლანდოელთა ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი შეიძლება ითქვას. 18 წუთი ნახევარი გაატარა მოედანზე გოგამ, რაც ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრაში საკმაოდ კარგი ნორმალური დროა. 8 ქულა, 8 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა პლუს 1 სუფთა დაფარება, ანუ ეგ ეწოდებული ბლოკშოტი და რაც ასევე ერთ-ერთი ყველაზე მთავარია პლუს 13, პლუს 11 უკაცრავად მარგიფედების კოეფიციენტი, ანუ სარგებლიანობის კოეფიციენტი ამ ხრივ გოგა შესამჩნევი ფიგურა იყო, ერთ-ერთი საუკეთესო იყო თანაგუნდელთა შორის. ასე რომ ორლანდომ გამარჯვებით გახსნა რეგულარული სეზონი, ბრწყინვალე გამარჯვებით, ასევე კიდევ უფრო შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა ტორონტო რეპტორსმა. სანდრო მამუკელაშვილი მოგეხსენებათ სწორედ კანადურ კლუბში აგზელებს თავის ამერიკულ კარიერას, ეს იყო მისი პირველი ოფიციალური შეხვედრა რეპტორსის შემადგენლობაში. ტორონტომ კი ატლანტაში ადგილობრივი ჰოუქსი დაამარცხა 138-118 20 ქულის ხოვობით. ატლანტამ ერთ-ერთი საყვარელი გუნდი იყო ქართველი გულშემატკივრებისთვის ერთ დროს, როდესაც მის ღირსებას ზაზაფაჩული აიცავდა. ახლა ტორონტო არის უკვე და ასევე ორლანდო არა პირველი სეზონი არ არის ორლანდო, რაც ჩვენთვის საინტერესო გუნდია. რაც შეეხება სანდრო მამუკელაშვილს, ტორონტოელთა ქართველ ლეგიონერს, დებიუტანტს 17 წუთი 9 წამი დახო მოედანზე. სანდრომ და ისიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე. 7 ქულა 4 მოხსნა 3 შედეგიანი გადაცემა 1 ბლოკშოტი და რაც ყველაზე მთავარია პლუს 21 სარგებლიანობის კოეფიციენტი ამ დროს ამ ხრივ მამუკელაშვილი საუკეთესო იყო არა მარტო თანაგუნდელთა შორის საერთოდ ეს კონკრეტული კომპონენტი სარგებლიანობის კოეფიციენტი მოედანზე ყოფნის დროს საუკეთესო იყო პლუს 21 მატჩი. ასე რომ ორივე ჩვენი კალათბურთელის გუნდმა გამარჯვებით დაიწყო ახალი სეზონი, რა თქმა უნდა, ულოცავთ და წარმატებებს უსურვებთ. ტორონტო აი ამ 20 ქულიანი უპირატესობის წყალობით, ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, ჯერ ადრეა მას საუბარი, აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ პოზიციაზეა. და მომდევნო შეხვედრას 25 ოქტომბერს ჩაატარებს ტორონტო. საკმაოდ საინტერესო მატჩი, რთული მატჩი უწევს იანის ანტეტაკომპოს მილოუკი ბაქსი იქნება ტორონტოელთან მეტოქე ტორონტოში გაიმართება ეს შეხვედრა. იმავე დღეს ანუ 25 ოქტომბერს ზეგისთვის ჩაატარებს რეგულარულის მეორე შეხვედრას გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიკი, ორლანდოელთან მეტოქე ატლანტა ჰოუქსი იქნება გუნდი, რომელიც დღეს დაამარცხა ჩვენმა სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსმა, ჩვენი კალათბურთელის გუნდმა. ასე რომ ჩვენ NBA-ზეც გვექნება ხოლმე საუბრები. ზაზა, რა თქმა უნდა, ჩვენს მომდევნო გამოშვებებში აქვე ვისარგებლეს შემთხვევით და ტონიკე შენგელია ვახსენე, ტონიკეს გუნდი ბარსელონა, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული და ტიტულოვანი კლუბი დღეს ევროპის ევროლიგაზე საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგა არის სხვა ტურნირი, თუმცა პრესტიჟულობის მხრივ, როგორც საფეხბურთო ჩემპიონთა ლიგა ნომერი პირველი ტურნირი ფეხბურთში, ასევე კალათბურთზე ევროლიგა მთავარი ტურნირი. დღეს ბარსელონა კაუნასის ჟალგირის შეხვდება, ეს იქნება ევროლიგის მე-6 კალენდარული ტური. ბარსელონა საკუთარ მოედანზე ითამაშებს, იდენტური მაჩვენებლები აქვთ დღევანდელ მეტოქეებს, ანუ ჟალგირის და ბარსელონას 5 ტურის შემდეგ ორივე გუნდს 3 მოგება და 2 მარცხი აქვს. კიდევ ბევრია კალათბურთზე სასაუბრო, თუმცა მე უკვე ჩვენ დარჩენილი 2-3 წუთი პელესაც უნდა დაუთმოთ, როგორც თქვით, ფეხბურთის მეფედ წოდებული ბრაზილიელი, რომელმაც საოცარი კვალი დატოვა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, ადამიანი, რომელიც 1940 წლის 23 ოქტომბერს დაიბადა, 85 წლისა გახდებოდა, იგი 22 წელს, ანუ 3 წლის წინ დაახლოებით გარდაიცვალა. ფეხბურთელი, რომელიც დაიბადა პრინციპში
საფეხბურთო გარემოში ახლა ბრაზილიაში საფეხბურთო გარემო ნამდვილად უცხო არ არის, მაგრამ ის რომ დაიბადა ღარიბი ფეხბურთელის, ყოფილი ფეხბურთელის სახლში, ალბათ არ აქვს მნიშვნელობა ღარიბი იყო მამამისი თუ მდიდარი, ფეხბურთთან შეხებაში ნამდვილად იყო და მისი ყოფილი ფეხბურთელობა, როგორც ჩანს, მასზეც ახდენს გავლენას. 15 წლის მოხდება მოკლედ პირველ ოფიციალურ მატჩი და შემდეგ უკვე სანტოსის ღირსებას იცავს და 11 ჯერ ხდება სანტოსის მაისურით თუ სან-პაულუს შტატში გამარჯვებული ჩემპიონი ბრაზილიის თასი მოიგეს 6 ჯერ და ლიბერტადორესის თასის რამდენჯერ გამარჯვებულია ამ ყველაფერს ერთობლიობაში განსაკუთრებული ღირებულება ალბათ იმან შემატა კიდე რომ 17 წლის იყო, როდესაც პირველად ეროვნული ნაკრების მაისურით ითამაშა და მე მახსენებს ლამინ იამალს და მისი ეს თამაში იყო 1958 წელს და სწორედ მაშინ პირველივე საერთაშორისო 17 წლისამ პირველი გოლი კი ბატონო ბრაზილიაში წარმოედგინე ნებისმიერ დროს ეს 50-იანი წლები იქნებოდა 70-იანები თუნდაც დღევანდელი როდესაც ბრაზილიის ნაკრებში მოხდება ფეხბურთელი 17 წლის ასაკში ის უკვე რა თქმა უნდა ტალანტია არ ნახული შესაძლებლობების კარგ და შესანიშნავ ფეხბურთელებს შორის რომ 17 წლისა მოხდება ესე იგი ის არც კარგია, არც შესანიშნავი, არც გამორჩეული, ის რაღაცა გენიალური მთელი კარიერის მანძილზე. პირველ რიგში ჩვენ ახლა ვერ მოვესარით პელეს არ გვინახავს ცოცხლად, მხოლოდ ვიდეო. თბილისში ცხოვრობ. საბჭოთა კავშირში მოსკოვში იყო პელე, მოსკოვში იყო საბჭოთა კავშირის ნაკრებში ხვდა ქართველების შემადგენლობით სურათიც არის. სამით 0 მოიგო ბრაზილია პელეს რა თქმა უნდა ვერავინ არ შეიძლება. ხო და რაც ყველაზე მთავარია მთელი კარიერის მანძილზე პელე იყო ყოველთვის ზენიტში. არ ქონია მას ჩავარდნა, აი მაგითაც განისაზღვრება თქვა დიდი ფეხბურთელი, არ ქონია 2-3 ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფეხბურთელი მაგალითად იყო რონალდინიო, რომლის ხასით უყურებდი ხოლმე თუნდაც ისეთ ბარსელონას უმოტივაციო თამაშებს. როგორც კი შეცვლიდნენ ხოლმე ინტერესიც იკარგებოდა, მაგრამ რონალდინიო მთელი კარიერა ვერ ითამაშა უმაღლეს დონეზე. აი 3-4 სეზონი აი მას რონალდუს, პორტუგალიელი რონალდუს ან ბრაზილიელი პელეს ნახევარი ქონოდა შრომის მოყარეობის, ალბათ იქნებოდა კიდევ უფრო დიდი. იმიტომ რომ მხოლოდ ნიჭის ხარჯზე იყო. კი. თან დაყოლილი ნიჭის ხარჯზე. თან გავითვალისწინოთ ის რომ პელეს დროს სტრატეგიული მედიცინა არ იყო იმ დონეზე რომ თქვათ ესეთი ტრამვის მოშება რომელიც შეიძლება დღესდღეობით ძალიან სწრაფად მაშინ დრო ჭირდება. მაშინ ეს ვერ ხდებოდა. კიდევ არის კახა ეს მომენტი აი შენ თქვი რომ ჩვენ ვერ მოვსწრები ვართ და ხო ტელევიზორით გვინახავს და უყურებთ ამ ჩანაწერებს და იცი რა არის ძალიან ბევრი ხშირია ამაზე საუბარი რომ როგორც იმ დროის ორი გამორჩეული ფეხბურთელი იყო პელე და მარადონა რომელიც ვიღაცებში იწვევს ერთი იწვევს რონალდუს ასოციაციას და მეორე მესის ასოციაციას ეხლა ჩვენ გვყავს აგერ ორი მათი საფეხბურთო აქტივობაც დასასრულისკენ მიდის სამწუხაროდ მესი და რონალდო მაგრამ ბევრი საუბრობს იმაზე რომ მაშინდელი ფეხბურთი არ იყო ასეთი ინტენსიური, სწრაფი და რთული როგორიც დღეს არის. შესაბამისად ეს ფეხბურთელები შეიძლება ითქვას რომ უფრო მაღლად გაიან ვიდრე ისინი. ფლანდასი ალბათ არ ამგონია, იმიტომ რომ ეპოქიდან გამომდინარე უნდა ვიბრძოლოთ და კონკრეტულ ეპოქაში ვინ რას როგორ ახერხებდა. ხო, რა თქმა უნდა, იგივე მედიცინა ვახსენეთ, როდესაც მაშინ ადვილი იყო უფრო რეაბილიტაციაც და ტრამვის შემდეგ და ზოგადად ინტენსივობაც სხვა არის, მაგრამ ძალიან ბევრი ნიუანსია ის, მაგრამ ამდენი დროს ნინო აღარ გვაძლევს გვანიშნებს რომ საერთო დრო ამოეწონა და უნდა დავასრულოთ და მოკლედ პელეს დაბადების დღეა და ყველა იმ ადამიანს ვისაც უყვარს ფეხბურთი ყველას ულოცავს და პელეს კომაგები ძალიან ბევრნი არიან და ვისურვოთ რომ პელე იქნება მარადონა, მესი, რონალდო, ეს გენიალური ფეხბურთელების ახლა ლამინ იამალი ბარსელონაში და ჩვენებიდან უკვე არ ვიცი ხვიჩა და ეს თაობა, აი ესეთი შესანიშნავი ფეხბურთელების მრავალფეროვნება არ მოკლებოდეს, იმიტომ რომ ამ სპორტით სიამოვნება კაცობრიობამ დიდხანს შეძლო.